პოლ სეზანი ხელოვნების ისტორიაში ხშირად მოიხსენიება როგორც ჩვენი, ყველას მამა. ასე უწოდებდნენ მას პიკასო და მატისი. მისმა შემოქმედებამ ხიდი გადო მე-19 საუკუნის იმპრესიონიზმსა და მე-20 საუკუნის მოდერნიზმს შორის. დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსში, თუმცა მისი გზა აღიარებამდე საკმაოდ რთული იყო. დასაწყისში სეზანის ნამუშევრები იყო მუქი, დრამატული და ზოგჯერ ძალადობრივი სიუჟეტებით დატვირთული, რის გამოც საზოგადოება მას დასცინოდა, ხოლო ოფიციალური სალონი მის ნახატებს უარყოფდა. მისი მხატვრული ევოლუციის გადამწყვეტი მომენტი კამილ პისაროსთან მეგობრობა იყო. პისარომ სეზანი დაარწმუნა, სახლიდან გასულიყო და ბუნებაში ეხატა. გაიღიავებინა ფერები და ემუშავა იმპრესიონისტული ტექნიკით. ეს იყო გარდატეხა, რომელმაც სეზანის სტილი სამუდამოდ შეცვალა. ის აღარ ცდილობდა მხოლოდ მომენტის დაფიქსირებას, როგორც ამას იმპრესიონისტები აკეთებდნენ. სეზანის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნატურმორტებს. განსაკუთრებით ვაშლებს, რომელთა ფორმებსა და მოცულობას ის ისეთი სიზუსტით გადმოსცემდა, როგორც არავინ მანამდე. მან უარი თქვა ტრადიციულ, ხაზოვან პერსპექტივაზე და ნივთებს ერთდროულად სხვადასხვა კუთხით უყურებდა. მისი ლანდშაფტები, განსაკუთრებით კი სენ-ვიქტუარის მთა, არ იყო უბრალოდ ხედი, ეს იყო ბუნების სტრუქტურის ანალიზი ფერების მეშვეობით. სეზანმა დაამტკიცა, რომ მხატვრობა არ არის მხოლოდ რეალობის კოპირება, არამედ მისი გააზრება და სტრუქტურირება. მისმა მიდგომამ, რომელიც ფორმებს ფერადი მონასმებით აშენებდა, გზა გაუხსნა კუბიზმს. დღეს ჩვენ ვხედავთ სეზანს არა უბრალოდ როგორც მხატვარს, არამედ როგორც მოაზროვნეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ხელოვნების მთელ ხედვას.